გამარჯობა პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ ხართ გამა MMA-ის კონფერენციაზე, მეგობრებო. კი ბატონო, ჩვენ ეს შევძელით და თქვენს წინაშე იქნება გამას პირველი შეჯიბრი MMA-ის დარგში. აპლოდისმენტებს მოვითხოვდი აქ. შესანიშნავი, მე სანამ წარვადგენდე თუ რას ვაპირებთ, რა გეგმები გვაქვს შერეულ ორთაბრძოლებში, მინდა გითხრათ, რომ მე ვზივარ მთავარ ივენთის წყვილთან, იუსიფ კასიმოვი, ჩვენი სპორტსმენი და ჩვენი სტუმარი აზერბაიჯანიდან, ჩვენს გამას ოქტაგონს გაიზიარებს ზურა ფირცხელიანთან უკვე ხვალ, მეგობრებო. აქაც აპლოდისმენტებს გთხოვდით. მაშასე, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე მინდა ყველას მოგესალმოთ, ვინც ჩვენს პრესკონფერენციას ესწრება, ვინც მხარს გვიჭერს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მივესალმებით ჩვენს YouTube-ს მაყურებელს, მინდა გთხოვოთ, რომ აქვე დაალაიქოთ ეს ვიდეო, აუცილებლად დაწეროთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, თუ რა მოლოდინი გაქვთ გამა MMA-ისგან, როგორ ფიქრობთ, ვინაიდან MMA შემდგარი სპორტია, კიდევ უფრო სწრაფად წავა და მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე მუშტიკრივს, თუ მაინც ჩვენი ლოკომოტივი მუშტიკრივი დარჩება. და ზოგადად გითხარით თქვენი მოსაზრებები, თუ როგორი იქნება MMA ჩვენს შესრულებაში, რა თქმა უნდა, თქვენი აზრი არის პირველი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ამიტომ აუცილებლად აქვე ამ პრესკონფერენციის ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი შენიშვნები, თქვენი კრიტიკა, ჯანსაღი და თუნდაც რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ხვალინდელი შეჯიბრისგან. მაშასე, უშუალოდ შეჯიბრზე რომ გადავიდეთ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მივმართავ გამას მხარდამჭერებს, არსებულ და პოტენციურს. გამა MMA, მეგობრებო, არ გაგვიტანია სასპონსორო შეთავაზებაზე ჯერ, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა, რომ მაქსიმალურად მაგარი პროდუქტი შეგვექმნა, დაგვედო რეზულტატი და მერე გავსულიყავით ბაზარზე. ამიტომ შეხედეთ, როგორი გამოგვივა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საუკეთესო MMA პრომოუშენი იქნება გამა და რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ შედგება. ამიტომ 100,000-ობით ნახვა თუ გაინტერესებს და თუ გინდა შენი ბრენდი გაიტანო ყველაზე ყიდვის უნარიან და ყველაზე ლოიალურ აუდიტორიაზე, მომართე გამა MMA-ის თანამშრომლობის შესახებ. ოკეი. ესე იგი, ყველაზე აღსანიშნავი რაც არის ჩვენს ქართში, იმის გარდა რომ ძალიან პროფესიონალური, ძალიან მაღალი დონის ბრძოლები გელით, ის მომენტია, რომ ეგრევე პირველივე შეჯიბრს ვიწყებთ საერთაშორისო დონეზე. ვინაიდან არაერთხელ დაგვიანონსებია და აქაც დიდი სიამაყით ვიძახი, რომ ამ ქართში 7 ბრძოლაა და 7 ბრძოლიდან 5 ბრძოლაში იბრძვიან სტუმრები საზღვარგარეთიდან. ამ ქართზე უპირველეს ყოვლისა სტუმრები აზერბაიჯანიდან ყვანან და რავი, სიტყვა სტუმრები ცოტა ნაკლებად ვეცდები გამოვიყენო, ვინაიდან ჩვენ გვინდა რომ გამა გახდეს რეგიონალური ორგანიზაცია და ჩვენ არ გვინდა სხვაობა გავავლინოთ ნაციონალობაზე. ბიჭები, ვინც საქართველოდან არიან, აზერბაიჯანიდან თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნებიდან, ჩვენ უკვე მოვაწერეთ ბევრი ქვეყნებიდან მებრძოლები, როგორიც არის თურქეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი ვახსენე, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველა გამას მებრძოლია და ვიმედოვნებ, რომ ზუსტად იგივე ნაირი მიდრეკილება ექნება ყველა გამას მაყურებელს, ეს იქნება საქართველოდან, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ქართველ მაყურებელზე გვაქვს გათვლა, თუმცა ასევე იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენი მებრძოლები არიან. ამიტომ, რავი, პირველივე შეჯიბრი შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არის საერთაშორისო
დონის, ვინაიდან არა მარტო ნაციონალურ ფარგლებით ვართ შეზღუდული ჩვენი სპორტსმენების მიმართ. ხო, ესე იგი მინდა გადავიდე უშუალოდ ქარდზე. როგორც მოგახსენეთ, 7 ბრძოლით არის ჩვენი ქარდი შეიარაღებული. თავიდან 9 ბრძოლის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან ხშირია საბრძოლო სპორტში, რომ გადათამაშება გიწევს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რაღაც თვენახევარი მინიმუმ 2 თვით ადრე ვიწყებთ ქარდის შექმნას, ვინაიდან ეს ჩვენ სპორტსმენებს უადვილებს მომზადებას, კონკრეტული მეტოქისთვის ემზადებიან და სათანადოდ ჩვენც ეს ქარდი შევკარით რაღაც თვენახევრის წინ. მცირე გადათამაშებების შემდგომ შემიძლია ამაყად თქვა, რომ თქვენ ხვალ იხილავთ 7 ბრძოლას. სხვადასხვა წონითი კატეგორიები გველის და დავიწყებ პირველი ბრძოლით, ანუ პირველ 2 ბრძოლაში, რომელიც შედგება 66 კილოგრამში, გიორგი ბერქაური დაედაკება ადემ ვაშახმაძეს. ეს ბრძოლა, რომელშიც ასე ვთქვათ, მეტოქეები ჩაეხსნა ბიჭებს და დათანხმდნენ ერთმანეთთან შეხვედრაზე, რომ ბრძოლა არ ჩასვლოდათ. შემდეგი ბრძოლაც ქართველების შორის შეხვდება. ლუკა შარმაზანაშვილი გამორჩეული ჭიდაობით ოქტაგონს გაიზიარებს გიორგი ჟუანიასთან, რომელიც ბაზაც არის კიკბოქსინგი. და შემდგომი ყველა ბრძოლა იქნება უკვე აზერბაიჯანელი მებრძოლებისა და ქართველების შორის. შემდეგი ბრძოლა შედგება 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ჯანსუ გოგია ფეგანზაერთთან გაიზიარებს ოქტაგონს. შემდეგი იქნება უკვე ჩვენთვის ცნობილი ძალიან მაგარი სანახაობრივობა, ვინც გვაჩუქა მუსაზადე აკაკი ხორავას წინააღმდეგ. მეხუთე ბრძოლა იქნება საბა სოზაშვილი რასულ გასიმოვის წინააღმდეგ. ხოლო რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ჩემს გვერდით ზიან იუსუფ გასიმოვი. იუსუფ, გამარჯობა. возьми микрофон, пожалуйста. და იუსუფთან რინგს გაიზიარებს ზურა ფირცხელიანი. გამარჯობა ზურა. მიკროფონი დაითრიე და მე მინდა რამოდენიმე კითხვა დაუსვა ჩვენს მებრძოლებს. უპირველეს ყოვლისა მიხარია, რომ უშუალოდ თქვენი ბრძოლა არის დამაგვირგვინებელი ასეთი მაგარი ივენთისა. მე პირადად ველი კარგ სანახაობას და ზურა, შენ რო გითხრა, როგორ მზადყოფნაში ხარ და რამდენად, ასე ვთქვათ, პროცენტულად რამდენად დატენილი ხარ, რომ ხვალ მაგარი სანახაობა გვაჩვენო ჩვენ გამას ორგანიზატორებს და რა თქმა უნდა მაყურებელსაც. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. მე ამ შეჯიბრისთვის მოვემზადე ძალიან კარგად, კემპი გავიარე ჩემ გუნდთან ერთად უმაღლეს დონეზე და ვფიქრობ, რომ 99.9%-ით მზად ვარ იმისთვის, რომ ხვალ რინგზე შევიდე და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბრძოლა მოვიგო. Შესანიშნავი. Юсиф, я спросил Зуру насчет того, на сколько процентов он готов к завтрашнему бою. И он сказал, что он готов на 99,9%, чтобы показать хороший бой. Хочу в первую очередь поприветствовать вас в Грузии и спросить, какова ваша готовность и что нам, зрителям, ждать от вашего завтрашнего боя? მაყურებელს მოახსენებ, რომ მე იუსიფს უბრალოდ იგივე ვკითხე, თუ რამდენად მზად არის ხვალინდელი დღისთვის და რა სველოდოთ მაყურებელები ამ ბრძოლისგან. Mən də sizi salamlayıram, hər kəsi salamlayıram. Bütün idmanslara uğurlar arzulayıram. Zədəsiz, travmasız qələbə arzulayıram onlara.
Qaldı Zura deyir 99% hazırdır döyüşə. Mən 100% hazıram və qələbə üçün gəlmişik bura biz. İnşallah qələbə qazanacağıq. Və hər kəslə bunu görəcəyik sabah. იუსიფი იძახის რომ ზურა თუ 99 და 9%-ით არის მზადო, მე 100%-ით მზად ჩამოვედიო და იგივენაირად როგორც მე, ყველა იუსიფის გუნდელი, ანუ ხუთივე მებრძოლი მოსაგებად ვართ აქ ჩამოსულებიო. Okay. ზური, მოდი შენთან გადმოვალ კითხვით. ეს არის შენი მე-11 ბრძოლა, ხო? აქამდე ძირითადად ბრძოლებს ატარებდი შენ 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ხოლო ეს ბრძოლა პირველია 70 კილოში, როგორც ვიცი და რამდენად მარტივად ჩაიარა წონის კლებამ, რამდენად ასე ვთქვათ ახალი ხილი იყო 70 კილოში ჩასვლა შენთვის? პირველი ბრძოლა ჩემთვის კარიერაში 70-ში დებიუტია. ვფიქრობ ეს ძალიან ბევრ რამეს თulis ჩემთვის რინგზე, იმიტომ რომ ბევრად უფრო ძლიერი ვიქნები, ბევრად უფრო მომზადებული ვიქნები, რომ ჩემ მოწინააღმდეგო აი დავსტრესო და ყველანაირად წნეხში მოვაქციო ერთი სიტყვით. რაც შეეხება წონის კლებამ ჩაიარა ისე როგორც ველოდი, არ გამჭირვებია, ძალიან კარგად დავიკელი და ძალიან კარგადაც ვიღდგენ, ასე რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც მე ველოდები. Я спросил у Зуры насчет, он всегда дрался в 77, и сейчас он решил опуститься до 70. И как раз я спросил его, насколько это для него было затруднительно. Он сказал, что наоборот, для него 70 килограмм более комфортный вес, так как у него там больше выносливости, больше силы, и ему несложно было скидывать до 70 килограмм. Хочу тот же вопрос адресовать Юсифу, насколько ему было сложно скидывать вес и насколько сильно сказался тот же переезд и так далее, то есть насколько комфортно было сдавать вес. Mən 66 vuruşmuşam əvvəl, yəni 70 kiloda da vuruşmuşam, 66 kiloda da vuruşmuşam və bu gün də 70 kiloda mən özüm yəni başqa çəkidə hiss eləmirəm. Yəni mənim üçün daha o yaxşıdır. Udobnodur bu çəki. ზური, ესე იგი იუსიფი ასეთ პასუხს ემს, რომ შენ თუ 77-დან ჩახვედი და 70-ში იბრძვიო, მე პირიქითო 76-ში ვიბრძოდი და 70-ში ავედიო. ამიტომ საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა წონის კლება და პირიქით ძალით ახსავსე მოვიდა ამ ბრძოლისთვის იუსიფი. ოკეი. Შემდეგ კითხვას дагисвавთ. Один и тот же вопрос я задам, немного провокативный. Прошлый бой у Зуры был с земляком Юсифа, с Риадом Мамадовым. Вот вопрос к вам, может быть, вы знаете Риада и как бы будет ли этот бой попыткой поквитаться за то поражение Риада? Я вот по-грузински тоже переведу. ესე იგი რიად მამადოვს ეჩხუბა წინა ბრძოლა, ბოლო ბრძოლა ზურასი იყო აზერბაიჯანელი მეტოქესთან რიად მამადოვთან, რომელთანაც საკმაოდ დამაჯერებელი და სწრაფი მოგება მოიპოვა ნოკაუტით. და მე იუსიფს ვკითხე, რომ თუ არის გარკვეულ დონეზე ეს შურისძიება რიადის ბრძოლის რიადის ასაღებად რა. Yox, əslində Gürcüstan bizim qonşumuzdur. Burada mən özümü heç yad saymıram. Yəni o məqsədlə gəlməmişəm. Təbii ki, qələbə üçün gəlmişik. İnşallah qələbə qazanacağıq biz və bunun üçün hazırlaşırıq. Hazırlaşanda da qələbə üçün hazırlaşırıq. O sportsmen də ola bilər, Azərbaycanlı idmançı udada bilər, uduzada bilər. Yəni fərq eləməz. Amma biz bura qələbə üçün gəlmişik. Və mən öz yerimə vuruşuram.
İnşallah ki, yaxşı olacaq sabah. ქალბატონებო და ბატონებო, ესე იგი იუსიფის პასუხს გადაგითარგმნით, ზური შენს დიდი ალბათობით გაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ რიადთან ზური მოიგო, ეს უბრალოდ სპორტი არისო და რაღაც როგორც ასეთი შურისძიების აზრს არ აქსოვებს. პირიქით თვლის, რომ ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ, თავს აქ სტუმრად არ გრძნობს როგორც ასეთი და პირიქით ძალიან კარგად მიიღეს. ხოლო რაც შეეხება ამ ბრძოლას, უშუალოდ სპორტული ინტერესი აქვს მხოლოდ და არანაირი შურისძიების მოტივებს არ აქსოვებს, უბრალოდ უნდა რომ ღმერთის წყალობით მაგარი ბრძოლა აჩვენოს, სადაც ის გამარჯვებული გამოვა. Еще вопрос такой. Юсиф, мы, когда согласовывали ваш бой, видели много фотографий вместе с командой Хабиба. У тебя много фотографий во время подготовки с Хабибом вместе с Исламом. Что хотелось бы узнать, что это может значить и можем ли мы ожидать высокий уровень борьбы, присущий дагестанской школе и непосредственно школе Нурмагомедовых? Bəli, mən İslamla, Xabiblə şəxsən tanışdığım var və orada məşqlərdə çox olmuşam, iştirak eləmişəm, onlarda düşərgələrdə olmuşam, amma bu o demək deyil ki, mən Dağıstan şkolası vuruşacağam. Bizim özümüzün məktəbimiz var və biz məktəbimiz Bakıda yerləşir, TTF aiddir. Müəllimimiz Şəhriyar müəllimdir və bizim də zalda çempionlar var ki, Nərman Abbasov, Ramin Sultanov var ki, bugünkü günü böyük arenalarda vuruşur və mən onlarla bərabər bu döyüş üçün hazırlaşmışıq. Yəni, bizim özümüzün məktəbimiz elə Dağıstan məktəbindən heç də geri qalmır. Həm barbası, həm stoykası və sabah mən burada həm barba, həm stoyka göstərəcəm. მეგობრებო, ესე იგი იუსიფი შემდეგს გვაცნობებს, რომ კი მიუხედავად იმისა, რომ პირადად იცნობს ხაბიბსაც და ისლამსაც და ბევრი ვარჯიში ჩაუტარებია მათთან ერთად, ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად ის დაღესტნური სკოლის წარმომადგენელი გახდა. იუსიფი წარმოგვიდგენს ხვალ აზერბაიჯანულ MMA-ის სკოლას და ამასაც მოაყოლა ის მომენტი, რომ არა მარტო ჭიდაობით იქნება მისი სტილი გამორჩეული, არამედ როგორც იტყვიან well-rounded MMA მებრძოლია, დგომშიც დაუდგება, ground and pound-შიც, პარტერშიც ჩავა თუ საჭიროა და ასე შემდგომ. ერთი სიტყვით მაგარი ბრძოლა გველის ხვალ, მეგობრებო. აპლოდისმენტები და ხო. Okay, ბრავი, ბოლო კითხვა ზურისთან ვიქნები. ზური, შენ რა ასე ვთქვათ, რა სტილს შეთავაზებ შენს მეტოქეს, როგორც თვითონ გვითხრა, საკმაოდ მომზადებულია ყველა ასპექტში. შენი ბოლო ბრძოლა მახსოვს, საკმაოდ სწრაფი ნოკაუტით დასრულდა. ახლა თუ გაქვს რამე ეგეთი მოულოდნელი მომზადებული თუ ცოტა დიდხანს დაუტკბებით, სანახაობით. მე რინგზე ამოუცნობი ვარ, ამიტომ ვერავის ვერ შეუპირდები, რომ შეიძლება მოწინააღმდეგე დარტყმით ისევ გავთიშო, მაგრამ ერთადერთი მისი იმედი კონდეს ყველას, ვინ ჩემთან შემოვა რინგზე, რომ არ არსებობს მისი იარაღი, რომელიც ჩემსას აჯობებს. შესანიშნავი, мегобребо. Я переведу. Я тот же вопрос спросил Зури, когда Юсиф сказал, что он хорошо готов по всем аспектам, и в ground and pound, и в борьбе, и в стойке. Как раз спросил Зури, на что он делает ставку в этом бою, на что он ответил, что он также хорошо подготовлен по всем аспектам, и уверяет в одном, что нет ни одного аспекта, в котором его соперник может его превзойти. Mən Zura hörmət edirəm o sözlə və məncə də bizim döyüşümüz daha maraqlı alınacaq ona görə.
შესანიშნავი. იუსიფმა განაცხადა, რომ კი ბატონო ზორი გეთანხმება იმაში, რომ ყველა ასპექტში მაღალი დონის ბრძოლა იქნება, ის იქნება პარტერი თუ ჭიდაობა თუ დგომი და იმედი აქვს, რომ ეს ბრძოლა საღამოს ბრძოლის ბონუსსაც დაიმსახურებს. აი მეგობრებო, თუ კითხვები პუბლიკას არ აქვს, დიდი მადლობა. Спасибо большое. მეგობრებო, ჩემთან ერთად არის ამ შესანიშნავი საღამოს co-main event-ი და ეს ბრძოლა ჩატარდება 70 კილოგრამ წონით კატეგორიამდე. ერთმანეთს შეხვდებიან ვაზიფ ელიმანოვი და ბონდო მესხი. გამარჯობა. სალამ ალეიქუმ, გამარჯობა. მაშასე ბიჭებო, ბონდო, შენთან გადმოვალ ეგრევე კითხვით. ესე იგი, წინა ბრძოლა შენ არც ისე თუ დიდი ხნის წინ ჩაატარე დუბაიში. ძალიან სანახაობრივი და ლამაზი ბრძოლა იყო და ფინიშიც. როგორი იყო საზღვარგარეთ ბრძოლა და როგორია დაბრუნება, რო გითხრა? პირველ რიგში მოგესალმებით. გამარჯობათ. ჩემი ბრძოლა ჩავატარე დუბაიში, ამ ორგანიზაციას ერქვა 971 Fighting Championship-ი. როგორც მაესტრომ აღნიშნა, გავიმარჯვე ნოკაუტით, ეს იყო ჩემი პირველი ნოკაუტი ჩემს კარიერაში და მართლა განსხვავებული შეგრძნებები და განსხვავებული ემოციები. და იქედანაც სულ განსხვავებულად და გახარებული დაბრუნდი საქართველოში. Შესანიშნავი. Вазиф, к тебе с вопросом. Хотел у тебя уточнить, что для тебя значит проводить бой вне родины, ну и, соответственно, что для тебя значит проводить бой в Грузии непосредственно. Mən də əvvəla hər kəs salamlayıram, bütün döyüşlərə uğurlar arzulayıram. İnşallah ki, güclü qalib gələr. Yox, düzdür, öz şəhərində vuruşmaq, öz ölkəsində vuruşmaq daha yaxşıdır, daha sərbəst olarsın. Amma Gürcüstan o qədər uzaq deyil bizə. Özümü yaxşı hiss edirəm, özümə güvənirəm. İnşallah ki, qalib olaraq ayrılacam. ესე იგი, ვაზივს ვკითხე მე თუ რას ნიშნავს მისთვის საზღვარგარეთ ბრძოლა, რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს და უშუალოდ საქართველოში ბრძოლა რას ნიშნავს. ვაზიფი ასეთ პასუხს გვცემს, რომ მისთვის რა თქმა უნდა უფრო კომფორტული იქნებოდა სახში ბრძოლა, თუმცა საქართველოში ძალიან კარგად მიიღეს და როგორც ასეთი უცხოდ თავს არ აგზნობს და რაც შეეხება იმ მომენტს, რომ უცხოეთში ებრძვის ლოკალურ სპორტსმენს, მას პირიქით მოტივაციას მატებს ის მომენტი, რომ აზერბაიჯანს წარმოადგენს და მისი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოადგინოს. ოკეი, შემდეგ კითხვაზე გადავალ. ბონდო, შენთვის ეს იქნება მესამე პროფ ბრძოლა პროფესიონალურ კარიერაში, ვაზიფისთვისაც მესამე ბრძოლა იქნება ეს. არც ერთს არ გაქვთ მარცხი კარიერაში ნაგემები და ანუ მატებს თუ არა ეს რაღაც დამატებით წნეხს და დამატებით პასუხისგებლობას თუ პირიქით დამატებითი მოტივაციაა, რომ ეს 0-0-ად დარჩეს. ჩემი აზრით ეს დამატებითი წნეხიც არის და მოტივაციაც არის, ამიტომ ზუსტად ჯერ ვერ გავარკვიე რომელი შეგრძნება უფრო ჭარბობს ამ ყველაფერში. წნეხიც არის და мотивациაც არის, როდესაც 0-ია შენს рекордში. Тот же вопрос к вам. Я спросил у Бондо и, соответственно, у Вазифа то же самое хочу узнать. Данный, это будет третий бой, как и для одного, так и для другого бойца. Они идут без поражений пока что. И хотел узнать, насколько данный момент является дополнительной ответственностью, дополнительным моральным грузом, или же наоборот, это дополнительная мотивация и хочется, чтобы нолик оставался дальше ноликом. Düzdür, 2-0-am mən, həmçinin mən rəqibim də 2-0-dır.
Düzdür, idmandır bu. İdmanda hər şey ola bilər. İki döyüşçüdən ikisindən biri döyüşdən qalib olaraq, digəri isə məğlub olaraq ayrılacaq. Mənim üçün fərq eləmir. Çünki özümə çox güvənirəm, çox güvənirəm özümə. Bura qələbə üçün gəlmişəm. Həm qələbə, həm də inşallah gecənin döyüşünü göstərmək üçün gəlmişəm. Qədər. ეს სპორტია, როგორც ვასიფმა თქვა და ყველაფერი ხდება, ვიღაცა ამ ნოლიქს შეინარჩუნებს, ვიღაცა დაკარგავს, თუმცა რაც შეეხება მის განწყობას, ის აქ მოსაგებად ჩამოვიდა და რა თქმა უნდა აპირებს უბრალოდ რომ 0-0 დარჩეს და იმის იმედიც აქვს რომ საღამოს ბრძოლის ბონუსს მათი წყვილი წაიღებს. მეგობრებო, ეს იყო ინტერვიუ Comain და Main ივენთების. დიდი მადლობა ყველას, მადლობა ბიჭებს, წარმატებებს გისურვებთ ხვალ. ჩვენ კი ძალიან მაგარი ივენთი გველისხვალ. ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშეა Gamma MMA-ის პირველი საერთაშორისო შეჯიბრის ოფიციალური face-off-ები. და მე ვაცხადებ პირველ წყვილს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი ადემ ვაშაყმაძე. ადემი რინგს გაიზიარებს გიორგი ბექაური. პირისპირ ამერებიდან ბიჭებო, აპლოდისმენტებით გავაცილოთ სპორტსმენები. შემდეგი წყვილი ბრძოლა შედგება 61 კილოგრამ წონით კატეგორიამდე და მე ვიხმობ პირველ მებრძოლს ლუკა შამაზანაშვილი. ლუკას მეტოქე გიორგი ჟვანია. ლუკა შარმაზანაშვილი, გიორგი ჟვანია მეგობრებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. შემდეგი ბრძოლა 61 კილოგრამ წონით კატეგორიამდე. და პირველი მებრძოლი ფეგან რზაევ. ფეგანის მეტოქე ჯანსუ გოგია. პირისპირ აპლოდისმენტები მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა შედგება 57 კილოგრამ წონით კატეგორიამდე. და პირველი მებრძოლი, რომელსაც მე ვიხმობ, მუსაზადე. მუსას მეტოქე აკაკი ხორავა. უმაგრეს ბრძოლას შემოგთავაზებენ ხვალ მუსაზადე, აკაკი ხორავა მეგობრებო. შემდეგი ბრძოლა შედგება 66 კილოგრამ წონით კატეგორიამდე და პირველი მებრძოლი რასულ რაჰიმოვ. რასულის მეტოქე საბა სოზაშვილი. პირისპირ ბიჭებო, რასულ რაგიმოვ, საბა სოზაშვილი, კამერებისკენ. გადავიდეთ Comain ივენთზე. მაშასე
ბრძოლა შედგება 70 კილოგრამ წონით კატეგორიამდე და პირველს მე ვიხმობ ვაზიფ ელიმანოვ. ვაზიფთან რინგს გაიზიარებს ბონდო მესხი. აპლოდისმენტები მებრძოლებს ბონდო მესხი ვაზიფ ელიმანოვ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები და მე ვიხმობ main event-ის მებრძოლებს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იუსიფ გასიმოვ. ზურა ფირცხელიანი. იუსიფ გასიმოვ, ზურა ფირცხელიანი. გაიზიარებენ ხვალ გამას ოქტაგონს main event-ში. შესანიშნავი მეგობრებო, დავემშვიდობოთ მებრძოლებს, ვუსურვოთ მათ მაგარი ბრძოლა ხვალ, ჩვენ კი უმაგრესი სანახაობა. გამა MMA! ისო!